რამდენიმე ზაფხულის წინ მეგობართან ერთად ველოსიპედით სასეირნოდ წავედი. დაახლოებით შუაღამისას. საღამოს ბოლოს ჩვენი გზები გაიღო და მე დაახლოებით 2 კვარტალი მქონდა მარტოს გასავლელი, სანამ სახლში დავბრუნდებოდი. სამშენებლო სამუშაოების გამო ტროტუარზე მომიწია სიარული. ქუჩები სრულიად დაცარიელებული იყო და პრობლემა არც შემქმნია, სანამ ზუსტად იმ ადგილს არ მივუახლოვდი, სადაც ჩემს ქუჩაზე უნდა შემეხვია. იქ ერთი კაცი მიდიოდა მარტო. დაახლოებით 40 წლის. ცოტა დაუდევარი შესახედაობის, მაგრამ უსახლკაროს არ გავდა. ტროტუარი ვიწრო იყო და არ მინდოდა შემეშინებინა, ამიტომ როცა მას დაახლოებით 2 მეტრით ჩამოვრჩი, ვუთხარი: "ჰეი, უკან ვიყურები!" ის შემობრუნდა და საშინლად, გაბრაზებული სახით შემომხედა. მე ჩემს ქუჩაზე შევუხვიე და მან დამიწყო მოყოლა. სიტყვით ყვიროდა, რომ გარეწარი ვიყავი, რომ მომკლავდა და ასე შემდეგ. მე კუთხეში ვცხოვრობდა, არ მინდოდა რომ გაეგო, ამიტომ გადავწყვიტე ბლოკისთვის კიდევ ერთი წრე შემომევლო. საშიში ეს არ არის. საშიში ის არის, რომ როდესაც შემოვლითი გზით უკან დავბრუნდი და ჩემს ქუჩას დავხედე, დავინახე, რომ ის ჩემს კიბეებზე იდგა და ქუჩას გაყურებდა. თითქოს იმ ნაბიჯვარმა იცოდა, რომ იქ ვცხოვრობდი. მან დაინახა, რომ ისევ ჩაუარე, მაგრამ ხმა არ ამოუღია. საბოლოოდ მეგობრებთან დავბრუნდი, მაგრამ 2 დღის შემდეგ ჩემი ველოსიპედი მოიპარეს სახლთან ახლოს მდებარე გასასვლელიდან. დავამატებ, რომ აღნიშნული მამაკაცი ნამდვილად არ იყო უსახლკარო. სამწუხაროდ ჩვენს მხარეში, საშუალო ზომის ქალაქის ცენტრში, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების დიდი პოპულაციაა. ამიტომ ტროტუარი რომ არ ყოფილიყო ვიწრო, არც შევაწუხებდი. ამ ინციდენტის შემზარავი ნაწილი ის იყო, რომ ჩემი რაიონისთვის ის თითქმის სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდა. ამის თქმის შემდეგ დედოს მივწერე და მან გადაწყვიტა, რომ სამართალდამცავებისთვის არ ეცნობინა, სანამ ველოსიპედი არ მომპარეს. მეტი საშიში ვიდეოსთვის დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი.